რა არის აკალაევის ზოგადად მაგ სკოლის წარმომადგენლებს რაც კამარა იმას აკეთებენ მხოლოდ რა მითის დონეზე არსებობდა ესეთი იდეა რომ გეიჯი მჭიდაობა კარგად იცოდა მე კი აღმოჩნდა რომ იდეალურ მდგომარეობაშია ისლამი ნუ აი რა ვიცი ახლა თუ გადაიხდით ამდენს თავის პირობები ექნება ხო რა მოგესალმებით ქალბატონო ბატონებო პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ აქტიურობისთვის როგორც თქვენ ასევე მადლობა მინდა გადაუხადო For Dealers რომელიც გვერდში უდგას კლუბ ნომერ 4-ს და სწორედ ამ კომპანიის დამსახურებით ჩვენ ვაგრძელებთ მაუწყებლობას და ვაგრძელებთ კონტენტის შექმნას ასევე მინდა შეგახსენოთ რომ პრომოკოდით კლუბი ნომერი 4 თქვენ შეძლებთ მიიღოთ $300 დისკაუნტი For Dealers ნებისმიერ მომსახურებაზე. სანამ უშუალოდ გადაცემაზე გადავალთ, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს გვაძლევს ჩვენ დიდ мотивაციას იმისთვის, რომ ეს ჩვენი კონტენტი უფრო მეტად განვავითაროთ. როგორ ხარ სურა? როგორ გრძნობ თავს? კარგად. მადლობა. ამ თოვლის სამინჩი. არა, კაი იყო, დილით მაგრად დადო და მე მზე მოვიდა და გააქრო. ჩვენი თოვლით 9-ში გვიახლოვდება ძალიან საინტერესო ივენთი, სადაც პერეირა ანკალავივი ეს ნანა ტრიორთა ბრძოლა შედგება და ამასთან ერთად გიზიევი, გეიჯი და ფიზიევი გავაერთიანე. ჯასტინ გეიჯი და ფიზიევი გაარკვევენ ერთმანეთში მეორედ უკვე ამბავს პირველ ჩხუბზე რა შეთაბეჭდილება დაგრჩა. ნუ პირველ ჩხუბში ის ზოგადად კარგი თავიდანვე როცა ფიზიევი გეიჯი ჩაინიშნა მაშინ ეს ორივე კარგი ქიქერი არის ზოგადად კაი სტილი აქვს ორივე საყურებლად და დარწმუნებული ვიყავი რომ სადღაც ფინიში დასრულდებოდა და პირველი რაც რეაქცია დამჩა იყო რომ ცოტა გავოცდი იმით რომ მივიდა დისიჟნამდე მაგრამ რეალურად კარგი ბრძოლა იყო უბრალოდ გონია რომ გეიჯმა მაინც გამოცდილების ფონზე აჯობა ფიზიევს მე გამიკვირდა ისე გულახდილად მეკონა რომ იქიდან გამომდინარე რომ გეიჯის სტრაიკინგი მაინც მერე აქ დასწავლი და უფრო ისეთია რა მისი სტილი არა აკადემიური არა ორთოდოქსულია მაინც ცოტა ფეთქებადობაზე გამძლეობაზე რაღაცა ჩარჭირე კაპს და ისე იჩხუბეზე აქაგებული ფიზიევი პირიქით ხო აკადემია კარგი გუიტა ის ისეთი ათლეტი არის გამოცდილებით ამ სპორტში და საბოლოოდ ნუ მუიტა ის იჩხუბებდნენ რა და ამ ყველაფერში მეგონა რომ ფიზიევი დაჯობნდა ამ თავისი ცოდნის გამო და არა მაინც მაგარია რა გეიჯი აი თან გამაკვირვა და თან დაუქნია თავი რომ ყოჩახი იმიტომ რომ ფიზიევი არ არის ხელწამოსაკრავი მეტოქე ფიზიევი ძალიან ტოპ დონის მებრძოლი არის რომელსაც რაიცი შეიძლება წასვლოდა ისე რომ ეხა ტოპ კონტენდერიც ყოფილიყო ცოტა უიღბლობის მომენტიც აქ აი ჩვენ ვისაუბრეთ გადაცემის ჩაწერამდე გამროთთან აი როცა მუხლი დაიზიანა და აი გამროთთან მეგონა რა დავიცი დარწმუნებული ვიყავი ისედაც რომ ჩემი აზრით რომ ბრძოლა კარგად წასულიყო ეს პირველ რაუნდში მოხდა ეგ მუხლის დაზიანება გამროტი არ არის იმ სტილის მებრძოლი რომელთანაც რაღაც შეიძლება გათიშვაზე ააწყო იმიტომ რომ რთული გასა დარიუშმა რო გაარტყა ის ერთ-ერთი აი აქედან წამოღებული მარჯვენა და იქ არ გაითიშა მან ვიხდი რომ რთულია მაგ ადამიანს გათიშვა ჭიდაობის აი ეგ მაინტერესებდა ეგ ბრძოლა რეალურად იმის ფონზე რომ გამროტი ვიცით რომ კაი მოჭიდავია ევროპული კლასის მოჭიდავი არის და კარგად ჭიდაობს და ეს რო ვერ ვნახეთ ეს ბრძოლა კითხვის ნიშნები კიდევ მაქვს და ნახოთ მე სოთაშორის მეგონა რომ ფიზიევს ექნებოდა მაგის შესაძლებლობა რომ გამროტის შეტევითი ჭიდაობა გაენეტრალებინა და შეეჩერებინა მისი ეს შეტევები რეალურად რავი ხა ყველაფერი გადაწყვეტა იმან რომ მუხლი აუფეთქდა დარტყმის დროს კარგად არ შეატრიალა ტერფი იმიტომ რომ მალევე დაებრუნებინა ის მოქნეული ფეხი უკან და მაგ დროს მაგიტოა საშიში რომ თუ არ შეატრიალებ ტერფს ნუ მუხლი ფაქტიურად ეს ფეხი რჩება და ის ზემოთ მიდის და ნუ გაიწყვიტა ძალიან ძლიერი ტრავმა მიიღო და
გულახდილად გაყურებული მე საერთოდ გამროთთან რაც იჩხუბეს მეგონა რომ უკეთესად იჩხუბებდა იმიტომ რომ ფიზიებს შეუძლია ჩასაფრება რა გარდა იმისა რომ შეუძლია რომ ქულებით მოგიგოს სერიოზული დარტყმის გატარება შეუძლია და ნუ გვინახავს ჩვენ არაერთი მაგარი შესრულებული ნოკაუტი მის მიერ და ვერ ხვდები რას დავაბრალო ეს ყველაფერი დაუბრუნო იმას რომ აი ფიზიები ბანალურად არ აღმოჩნდა იმ დონის რომ როგორც კი ტოპ 5-6-7 კონტენდერებთან უწევს ურთაბრძოლა არ ყოფნის კლასი თუ ნუ არსებობს ხო 1000 რაღაცა მიზეზი რომ აი უბრალოდ ნუ არ მისდის რაღაც შეიძლება უიღბლობას დააბრალო შეიძლება რაღაც პირად პრობლემებს დააბრალო მე მაღალი დონის მებრძოლი მგონია და არ მგონია რომ გეიჯისთან უშანსოთ იყოს რა რაღაცებს თუ გაითვალისწინებს და არ აყვება ანუ მან მთელი ამოცანა რაში მდგომარეობს რომ გეიჯის უნდა ეს ყველაფერი ჩეხაობაში გადააქციოს და ფიზიებს უნდა შეეძლოს დისტანციის კონტროლი და უფრო ისეთი ქულებზე გადაიყვანოს ეს ჩხუბი აკადემიური ჩხუბი ჭირდება ფიზიებს არ უნდა აყვეს და არ უნდა გახადოს ეს ყველაფერი რაღაც ბადესთან ჩასისხლიანებული სახით 1 2 3 და იქნებს თვალი გადმოუვარდა და ამას ფეხი მოძრა და ეს უნდა გეიჯის წესით არსებობს გეგმა ანუ ნაკვალევი არსებობს იმის თუ რა არ უნდა გააკეთოს და მე მგონია რომ ამის შესრულების უნარი გააჩნია მაგრამ თან აი რომ ახსენდება ის ჩუბიც აჯობა რა გეიჯი რა აჯობა და რა ვიცი ეხლა რატო ვერ აჯობებს ეგეც ნუ რამეს და იმაზე რას ვფიქრობ აი ბოლოს რეალურად გეიჯი დანოკაუტებული ჩვენ არ ყავდა კარგი ხანი ნანახი მის კარიერაში არ იყო ეს პირველი მაგრამ აი ბოლო როსტერში რაც კარგი ბრძოლები ქონდა ან დისიჟენი წააგო ან საბმიშენი წააგო და აი ეს ჰოლოვეის მიერ მისი გათიშვა მით უმეტეს გეიჯის ასაკის გათვალისწინებით ისევ იმ თაფ მებრძოლად აქცევს აი ძაღლურ ბრძოლაში როცა ეს სხვათა შორის ავიც გეიჯის უამბობდა რომ მე ცოტა ჩხუბი დამრჩაო იმიტომ რომ ჩემი სტილითო რაღაც სულელური შეფარდება აქვს რაღაცა 13 ჩხუბი და 14 ბონუსი თუ რაღაცა აი აი გეიჯის ბონუსები რო ნახო რამდენი ჩხუბიც აქვს რო არ მოგატყოთ რამდენი ჩხუბიც აქვს იმდენი ბონუსია კარო ბონუსის გარეშე არ ტოვებს ფაქტიურად ოქტაგონს ხო და ამას თავისი ფასი აქვს ამას თავისი ცვეთა აქვს და შესაბამისად ეს ვერ იქნება კარიერა რომელიც 40 წლამდე წავა ხო ამას აშკარად აუცილებლად თავისას დაიტოვებს ესეთი სტილი რა არა და რაღაც ანუ ძალიან სწრაფი არის ძალიან მამაცი არის ხშირ შემთხვევაში ვერ ხვდები ხოლმე რატო აკეთებს ამას რა შეუძლია რომ უფრო სუფთად ჩხუბს თან ეხა გასაგებია რომ საი მოჭიდავ ეხარ და პირველად ხელი მოიქნია კაც გაარტყი გაგიხარდა და აი გიხარია და ჩეხავ ხო მაგრამ უკვე გამოსtildeმე ბრძოლია რამდენი წელი ამას უყურებდა ამ გამოსtildeმაც თავისი ხო უნდა ქნას მით უმეტეს მითის დონეზე არსებობდა ესეთი იდეა რომ გეიჯი მჭიდაობა კარგად იცოდა მე კი აღმოჩნდა რომ არის ნუ შეიძლება ვიღაცის ფონზე კარგად იცის მაგრამ ხაბიდან შედარებით რა გინწოდნო და გინდა რა ეხლა აზრი ხო რეალურად ვერსად ვერ ნახეთ ჩვენ მაგას რომ უპირატესობად გამოიყენებინა ჭიდაობა ფიზიებს გაუკეთა პირ არ ქონდა ტეიქდაუნი გაკეთებული ხო მან გაუკეთა ფიზიებს გაუკეთა ტეიქდაუნი და მე მიკროფონში ვთქვა რომ აჰა აი თქვენი ტეიქდაუნიო რომ მეუნებოდით რომ არიციო ჭიდაობა რეალურად ფიზიები გეიჯი ძალიან კაი ჩხუბი იქნება მაგრამ ჰუკერი გეიჯი იქნება და ორივეს გაანახევრები და აი აბსოლუტურ არის ხო როდეს მაგალითად ეს რა ქვია განუს და განეს ჩხუბს ველოდით რაღაცა საოცრება მოიგო და გვეგონა რომ არ ვიცი დედამიწა გაიხლიჩებოდა შუაზე ისეს დახოცავდნენ ხო ერთი ამ სიმძიმე კაცი მეორე კიკბოქსერი და გამოვიდა და იჭიდავე ორივე ხო იმიტომ რომ ორივე ითვალისწინებდა იმ რისკებს რაც მისი ოპონენტებიდან მოდიოდა და ჰუკერი გეიჯი უბრალოდ გამორიცხულია რომ სხვა რამე მომხდარი ჰუკერს და არც ნუ გეიჯის შემთხვევაში კიდე შეიძლება მაგრამ ჰუკერს რეალურად აღარაფერი არ დარჩა დასაკვირკი მაგ ეგრო საჩემპიონო ბოლაში ისევ ჩაერთვება არის ხაბარი არის კარგ ფულს აკეთებს ახლა ჰუკერი რეალურად ბონუსი იყო მაგისთვის ახლა ყველაზე დიდი мотиваცია ბონუსის და გარანტირებულიც კაი თანხა იქნება ჩემი აზრით ნახევარ მე-4 მილიონზე მეც აკეთებს ახლა ჰუკერი სადღაც
350-400,000-ის ფარგლებში გარანტირებულს აკეთებს ჩემი აზრით და ეს მისთვის უკვე ისეთი რამე არა კარიერის ბოლოში გადის, მაგრამ რა არის აი ჩვენ კი ვიცინით და აი გიჟები და რა ძალიან ცუდად თავდება ეს ყველაფერი. ჯანმრთელობას ანადგურებს. თან აი არა ჯანმრთელობა რომ რაღაც ფეხი მოიტეხე და ტროსტითია რომ მაგაზე არ არის რა დემენციის, პარკინსონის, ალცჰეიმერის და 1000 სხვა ნეირო დაავადებების, ნევროლოგიური დაავადებების არ ვიცი საუკეთესო ლანდშაფტი არის ასე ვთქვათ საბრძოლო ხელოვნებები და მე მაინც მგონია რომ არ არის აუცილებელი რაღაც თავგანწირვა ყოველ ჯგუფში რა არის მომენტები რომ აბა სხვანაირად არ გამოდის უნდა ჩააჭირო და ეგრე იჩხუბო მაგრამ ზოგადად კარიერის მაგაზე აგება რომ სტილი ხო რომ აი მე წავალ და სისხლს დავხრი არ ვიცი არა კი გვართობენ ნამდვილი გლადიატორები არიან მაგრამ არ ვიცი მე მაგალითად არც ერთ საბრძოლო ხელოვნებაში ჩემი საყვარელი მებრძოლი ეგეთი სტილის ტიპი არ ყოფილა რა. ანუ მე ყოველთვის სპეციალისტები, ყოველთვის ტექნიკური მებრძოლები ბევრად მიზიდავდნენ, ვიდრე ტიპი რომელიც მოდის და აქეთ-იქით იქნევს ხელს. ხო, უბრალოდ ეგ არის იმ ხალხის კატეგორია, რომელსაც სავარაუდოდ არც სტილი ყოფნის იმ დონეზე, არც ტექნიკა და უბრალოდ რაღაც გულის ფონზე ცდილობს იმის გამარჯვების მოპოვება. კი ბატონო, ფონზე ცდილობს ამ ყოველთვის. დასაფასებელია რა თქმა შენი პროგნოზი რა არის ამ ბრძოლის? არავითარი მიზეზი არ მაქვს იმაზე საფიქრალი გარდა იმისა რომ short notice არის გეიჯისთვის ხო short გეიჯისთვის მეთქი ფიზიების ეს მიუხედავად იმისა კი არის ეგეც ემატება ხო მოუგო რა კაცმა პირველი ჩხუბი და აი იმდენი დრო არ გასულა რომ აი ჩვენ გვენახოს რომ ფიზიები იმის მერე აყვავდა და რენესანსი ქონდა და ხო ანუ არაფერი კი გეიჯიმაც წააგო მას შემდეგ თან ძიმეთ წააგო მაგრამ იმდენად სტილისტიკურად იმდენად გამორიცხულია რომ რაღაცა დავინახოთ აბსოლუტურად რადიკალური სურათი ოქტაგონზე რომ უცბად ფიზიებმა რაღაც ჭიქდაობა დაიწყოს ან უცბად ფიზიებმა აქეთ დაიწყოს პრესინგი და აქეთ შესთავაზოს ეს საღლური ჭუბი იგივე ხასიათი იგივე ექნება და პლუს short notice-ი უწევს ფიზიებს ხო ეგრე გამოდის და არ ვიცი მე მაინც გეიჯი მგონია ფავორიტი და შევხედოთ რა მე გულახდილად მგონია რომ უბრალოდ მიზეზი არ გამიკვირდება ფიზიებმა რომ აი რა თქვი რომ უფრო აკადემიურად დისტანციიდან შვიდად ეჩხუბოს და მოუგოს მაგრამ ამის თქმის საფუძველი არ გაგვაჩნია რა ვიცი რატო უნდა თქვა რომ ეხლა მოუგებს ჯანმრთელი იყო წინაზეც არც ერთი short notice-ი არ იყო ჩვეულებრივად ყველაფერი გქონდა და აჯობაში კარად რა ვიცი ხა რატო უნდა შეიცვალოს რამე არ ვიცი მაგრამ ჭუბია ყველაფერი ხდება თავის თავად ჩემი აზრით ფიზიები მაგრამ რასაც ახლა შენ ამბობ იმას აცნობიერებს თვითონაც და ხვდება რომ ეს დაალაგებულ ბრძოლაში მაგრამ არც dog fight-ში გეიჯთან ბევრი შანსი არ აქვს ალბათ უფრო counter სტრატეგიას აწყობს, სადაც ეცდება რომ გამომდინარე იქიდან რომ წინა ბრძოლაში თან დანოკაუტებული იყო გეიჯი რაღაცამ დაუხვედროს და მეერე უკვე ზიანაყოლზე შეიძლება უკვე გამარჯვების სტრატეგიის აწყობა. საინტერესო არის ის რომ ფიზიევი არის ფავორიტი 1.7 კოეფიციენტი აქვს და გეიჯის აქვს 1.95 აი არ ვიცი რაღაცა იციან არ ვიცი ეს კოები მაგრამ MMA-ში 1.9 და 1.7 ეგ 50-50 ნიშნავს ეს ფაქტიურად არც ვერც შეიძლება რომ ამას ფავორიტი დაუწახო აი ძალიან რთული არის რა მართლა ხო და შევხედოთ საინტერესო ჭუბი იქნება და თუ მაინდა-მაინც პროგნოზს მეკითხებით კიდევ ერთხელ მგონია რომ ისე სამი რაუნდი იჭუბებენ. decision-ის. კარგი კოეფიციენტი ექნება. ეხლა არ არის გამოტანილი, რამდენი აქვს 2.5-ზე მეც, რა ვიცი, ჭუბის წინა დღეს გამოვა, მაგრამ მე როგორც ვთქვს, მაგას ავიღებდი. ისოდეთ
არავის არ მოუწოდებ თამაშისკენ, უბრალოდ ჩემას რო აფიქსირებ, ესე ვქვია, ტელეფონის დალომბარდებები და სესხისაღებები და 2.5-ზე მეტი დადებები არ შეიძლება ნებისმიერ დროს შეიძლება წიხლი მოხდეს ვინმეს და გაითიშოს. და დაუბრუნდეთ ჩვენ ნატრბძოლას, რომელზეც ბევრჯერ ვისაუბრეთ უკვე წინასწარ, ანკალაევი პერეირა, რომელიც მართლა ძლივს შედგა რა, ასე ვქვია, ძლივს შედგა ეს ორთაბძოლა და ეხლა რო დავფიქრდი რომ აი კარზე რომ მოგვადგა რა ასე ვთქვათ ხო და 9-შია ეხლა რა რომელია 3-ია ეხლა და 9-შია ზუსტად ერთ კვირაში ერთი სიტყვით ხო უკვე აი ამ დროს ეხლა კვირას ვწერთ გადაცემას ამ დროს უკვე გვეცოდინება ვინ გაიმარჯვა მე რაღაცებს უყურებდი ანკალაევის გულებს და არ ვერ არის რა ხაბიბი ვერ არის რა უბრალოდ ჩვენ პერეირას აი ის მონაკვეთი გვახსოვს. ხო პერეირას ცუდი ჭიდაობა არის უფრო ფაქტორი ვიდრე ის რომ ეხა ის რაღაც ის მაგრა ჭიდაობს. მერაბთვალიშვილივით და ხაბიბივით და ისლამივით ჭიდაობს. ნამდვილად არ არის ეგრე და ну დიდი თან ახლა კაცია რა ძალიან დიდი არის. სხვადასხვა მაინტერესებს რო დადგებიან აწონ იმაზე რა ქვია face to face off-ზე რო დადგებიან სიმაღლეში და ზოგადად მოცულობაში როგორი სხვაობა იქნება. პერეირა უფრო დიდი უფრო ჩანს ხო წესით. ხო ოფიციალურად 6-4 არის პერეირა, 6-3 არის ანკალაევი. ხო მაღალია უფრო და რიჩები უწერია მაგ სადაც რიჩი 79 პერეირას უპირატესობა აქვს. 79 აქვს რიჩი პერეირა, 75 აქვს ანკალაევს, მაგრამ ლეგრიჩი 46 აქვს ანკალაევს, 44 აქვს პერეირას, მაგრამ მაგ ლეგრიჩი არ მგონია გამოიყენა. ლეგრიჩი არა, ნუ კი ზომავენ მაგასაც კი ბატონო, მაგრამ აი 3-ზე ზედა უპირატესობა საერთოდ ეგრე ითვლება რა, რომ 1 და 2 ინჩი არაფერი არ, მაგრამ აი 4-5 უკვე 4 ინჩი აქვს უპირატესობა. 4 და 5 ინჩი წდომაში უპირატესობა თუ ჭკვიანურად იხუბებ ფაქტორი იქნება. ო ეს ნამდვილად ფაქტორი იქნება. კიდევ ერთი ამბავია რომ პერეირას მომენტუმი აქვს რა აი ეს ფრინავს კაცი რა რა შამა და ყველაფერი გამოსდის რა რასაც ხელით ეხება ყველაფერს ოქროთ აქცევს ასე ვთქვათ და ეს ძალიან დიდი ფაქტორია იმიტომ რომ თავდაჯერებული მებრძოლი და ეჭვი შეპარული მებრძოლი ეს ორი სხვადასხვა სპორტსმენი არის რა ნებისმიერ სპორტში თავისთავად ნებისმიერ სპორტში თავდაჯერებულობა ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მაგრამ ორთაბრძოლებში ეს არის არ ვიცი ერთ-ერთი გადამწყვეტი ყველაზე გადამწყვეტი თუ არა თუ არა ის რომ რაღაც ეს ილუზიებში იყო და გიჟივით გეგონოს ყველას მოუყვება არა აი ერეირა და ილია არიან ახლა მაგ მდგომარეობაში რომ ჯერათ საკუთარი თავის ჯერათ რომ ვისთანაც ჭუბი ჩაინიშნება ყველას გათიშავენ და ეს აი ძალიან მაგარი ფაქტორია მე ანკალაევის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ახლა ვერ შევაფასებ მაგრამ საბაბები რო შევაფასებ რეალურად ანკალაევს რაკიჩთან მე მეგონა რომ რაკიჩთან რო გავიდო და ანკალაევი რაღაცა ამ ძიმე დომინაციით უნდა მოიგო რაკიჩთან ხო არ გამოვიდა ანუ არ იყო ის მებრძოლი რომელიც აი ერთადერთი შანსი მაქვს მოდი ახლა გულს დავდებ მოვკვდები აქ და ძალიან მოსაწყენი ჭუბი ჩვენ ეგ ჭუბი ლაივში ყავს წაყვანილი ნანახით ხო რაკიჩ მაგრამ კლასში სხვაობა გამოჩნდა რა აი ვერაფერს არ შვებოდა რაკიჩი რა იწვალა ყველანაირად ეცადა რომ რაღაც მოიფიქრებინა თუმცა ვერც დგომში და ნუ ჭიდაობაზე ხო საუბარი ზედმეტია რა არის პრობლემებს ვერ უქმნიდა ეს კიკებით მუშაობდა და ხოხდები ეს კიკები პროგნოზირებადი არა კი შეიძლება გავარდეს მაგრამ ამ კიკებსაც აი როგორც ეკომფორტულებოდა ისე ურტყავდა არ კონდა ენერგია ძალიან დიდი მიაქცევს ხო რა სტრატე და პოზიციას დგომს არ ღვევდა 1000 შარი შეიძლება მოყვეს და ასე შემდეგ და ასე აი ბლახოვიჩმა თქვა ესეთი რაღაცა ხა ნაჩხობარი ორივესთან რომ თუ ეს იჩხუბებს ანკალაევი ერეირასა როგორც იჩხუბა რაკიჩთან აუცილებლად წააგებსო და რეალურად არის მაგაში საფუძველი რომ თან ბლახოვიჩის და რაკიჩის დაპირისპირება რაკიჩის არ ბლახოვიჩის და ანკალაევის დაპირისპირებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მანთ ეს დრო რო იყო და რეალურად ანკალაევმა რომ მოიგო ეგ ბრძოლა
ანკალაევის ფეხები არ უარგოდა არც ერთი ბლახოვიჩის ლეკიკებისგან. ხო გახსოვს ფეხს რო ვეღარ დგავდა და უფეხოთ რომ მოუგო, როგორც კი რაუნდი დაიწყებოდა, ეგრევე ფეხი უკან გაქონდა, ვარდებოდა და ტეიქდაუნში გადაყავდა. აი ამ პერეირას ლეკიკებზე რომელზეც აი ესე დიდი ლეგენდები დადის, რას უშველის, ეგ არის მან თავარი ფაქტორი. ძალიან მაგრად ურწყავს და უბრალოდ რა არის ანკალაევის ზოგადად მაგ სკოლის წარმომადგენლებს რაც კამარა იმას აკეთებენ მხოლოდ რა აი მოუგო რა არაფერი არც უცვალია არც არავითარ გაცვლებში არ შევიდა ჯობნი და უფრო სწრაფი იყო პოზიციას უკეთესად არჩევდა უფრო ჭკვიანურად იბრძოდა ანკალაევი ხო ანკალაევი რა კიცოც ეჭვებოდა აი როგორ მოუგო იცი რომ რატო ვიწვალო რა აი არიან მებრძოლები როგორც ილია რომ აი შოუშთვის არის იქ და თავში უდევს ის რომ გაკი ეს საერთოდ არნიშნავს იმას რომ fight IQ-სთან აქვს რამე პრობლემა ილიას პირიქით ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი მებრძოლია მაგრამ მისი ამოცანა არის ფინიში. ანკალაევი არის ტიპი რომ რეზულტატ ეს აქვს რომ აი მოიგო რა წავიდა სახში მოიგო და მე უკვირთ ხოლმე რომ რატო არ უნდა ჩხუბი იმიტომ რომ არ ხარ სანახაობი ეს ხო არა რაღაც ოლიმპიური სპორტი არა შეპესეა რა შეულებრივ და უნდა გაჩხუბებს და უნდა არ გაჩხუბებს და ეს სპორტული სამართლიანობას რო ითხოვ MMA-ში ტიპი რომელიც ნუ არ ვიცი აქ ანუ შეხედე იმის თქვა კი ამიდა რომ ლამაზად ფეხს ვერ მოიქნევს და მაგარ გდებას ვერ გააკეთებს ჯებს ვერ დარტყობს ყველაფერს მაგრად იზავს ანკალაევი მაგრამ მათი სკოლა ეგეთი რომ აი არ გარისკავს აი არ არსებობს აი არაფერს ერთხელ აი პოლ კრეიგთან რაც დაემართა მაიგ არის მაგისტრის ნუ იმან ახლა მაგრად დაიჭირა და გაგუდა ბოლო წამს თელი ჭუბი წემდა და ბოლოს გაგუდა ხო და არ შვებიან რა ძალიან ათელი იყო ანკალაევი რაკიჩის ჭუბში იყო ძალიან ათელი რომ აი ზუსტად ისე მორჩებოდა რას შევატყოთ ხოლმე ცოტათი უკეთესი იყო რა ქვია ჩვენი ანკალაევი და ჩვენი კავკასიელი ანკალაევი და არც დაუმატა არაფერი აი ესე ჩაიყვანა ბოლომდე რა ორთაბძო აი მე მაინც ბრძოლის ხარ რო წარმოვიდგენ ბრძოლა როგორ დაიწყო მე ვფიქრობ ერთ სცენარს მანდ სავარაუდოდ პერეირა მთელი კემპი ემზადება მისი ტეიქდაუნების განეიტრალებას და რაღაცა დოზით ამხელა ფიზიკური მონაცემების როცა ხარ რთულიც არის შენი გდება მით უმეტეს კლინჩის ამბავში და მუხლებს ხმარობს მაგრა პერეირა რაც შეიძლება საფრთხით აღიქواس ანკალაევმა თუ 1-2 მაინც გაარტყავს და ცოტა ფრთხილი შესვლა დაჭირდება და აი მონაკვეთში სადაც ანკალაევი მოდუნებული არა ფოკუსირებული იქნება ტეიქდაუნზე აი მათ ფიქრობ რომ არის შანსი პერეირამ რაღაცა სტრაიკინგში ისეთები აურიოს რომ ანკალაევის რაღაცები გაეპაროს აი ეს ჭუბი ანკალაევისთვის ეგეთი ვერ იქნება. აქ 100%-ით უნდა დაიხარჯოს, იმიტომ რომ დგომით ვერ კიდე ერთხელ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, უბრალოდ ყველა კარგად ვხედავთ, რომ აქ ანკალაევი თუ მოიგებს, ეს იქნება აი ეს რა ქვია წელზე შემოხვია ხელი, ბადესთან მიიყვანა, ზურგის აღების მცდელობა, ტეიქდაუნის მცდელობა, კიკბოქსინგის და კრივის დისტანციაზე არ გაუჩერდება, ან ძალიან შორს იქნება, ან ძალიან ახლოს იქნება და აი ესე რაოდენობით უნდა მოუგოს, იმიტომ რომ ანკალაევი რო პერეირას დაუდგეს და მოდი ვიკრივოთო უთხრას არ მგონია უბრალოდ ძალიან საშიშია რა მე ანკალაევზე მაგასთანია რომ ანკალაევი მაციცის რომ ეს ლეკიკები კარგი ფაქტორი იქნება და სავარაუდოდ ელის პერეირასგან ამ ლეკიკებს მე მგონია რომ ჭკვიანური იქნებოდა რომ ზოგადად ლეკიკს რა ახასიათებს რომ რაღაც მომენტში ტეიქდაუნისთვის შესაბამისი წყარო არის რომ შეიძლება დაიჭირო და სავარაუდოდ მგონია რომ მაგას ეცდება რომ ლეკიკები დაუფრთხოს ამით პერეირას რომ სადღაც რაღაც მომენტში მაინც დაიჭიროს უბრალოდ იმდენად მწარეთ ურტყავს და იმდენად ძლიერად ბევრი კითხვის ნიშნები ექნება ანკალაევს მე ჩემი აზრით რა თქმა უნდა ყოველთვის კარდიოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მაგრამ ეს იქნება ორთაბრძოლა სადაც ანკალაევი უნდა იყოს მისი ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაში
სხვანაირად არ გამოვა, მე მგონია რომ ეს ყველაფერი ტემპის და რაოდენობის ხარჯზე უნდა მოიგოს ანკალავებმა თუ მოგებას აპირებს. მე არ მგონია რომ აქ რამე სტილისტიკურმა და სტრატეგიულმა ფაქტორმა რაღაცა მოიფიქროს ისეთი ანკალავებმა რომ მე ჩვენ თქვათ რომ აუ ახერა ჭუიანური სვლა იყო არ მგონია ეგ რო იყოს მე მგონია რომ ტემპი და რაოდენობა იქნება გადამწყვეტი ფაქტორი იმ შემთხვევაში თუ ანკალავები აქ გაიმარჯვებს და რაც შეეხება პერეირას მიდგომას, პერეირას სტრატეგიას აქ ძალიან ნათლად ჩანს ის რომ რაღაცნაირად არ უნდა მისცეს უფლება ანკალავებს რომ ანკალავებმა ტეიქდაუნით იმანიპულიროს ეს არ უნდა მოხდეს რომ ერთი თავი დაანახა და ამან ხელები ჩამოწია და რამდენჯერ გვინახია ხო რომ აი მოჭიდავე მანიპულირებს იმით რომ ნებისმიერ წამს ტეიქდაუნს გაგიკეთებ და ეს მოქმედებს სტრაიკერზე და შემდეგ ეს ყველაფერი იწევს ხელის ჩამოწევას ეს ხელის ყველაფერი იწევს შორს ვარ წავიდეთ მე რაბი აკეთებს ამ ყველაფერს იდეალურად ყველა მოჭიდავე მაგას უსმანი მასვიდალიც ეგრე იყო და კოლბი კომინგტონი მასვიდალიც და საერთოდ მოჭიდავეს და სტრაიკერის დაპირისპირება ეგ არის რომ არ შეიძლება არ უნდა მისცე მოჭიდავეს იმის უფლება რომ ამით იმანიპულიროს პერეირამ თუ მოახერხებს რომ მისი სტილი არ არიოს აი ამ ფაქტორმა ამ ინფორმაციამ რომ ანკალავებს მისი პარტერში ჩაყვანა შეუძლია და იქ დომინირება ამის უფლება თუ არ მიცა და ისევ დგომი არ შეცვალა იმიტომ რომ პერეირა უტყავს მაგრად როგორც თვითონ იცის როგორც თვითონ თავის დგომიდან უტყავს რა ამან თუ ტეიქდაუნის არ გასატარებლად დგომი შეცვალა მე იმას მექანიკაც ეცვლება და მე ისეთი დარტყმაც არ არის არა შენ საუკეთესო ვერსია უნდა იყო და უბრალოდ უნდა იცოდე წამოდგომა პოზიციები ამ ყველაფერს რომ თუ დაბლ ლეგიდან ორივე ფეხში შემოვა და აღმოჩნდები ზურგზე იქიდან როგორ უნდა იმუშაო თუ ბადიდან ჩაგიყვანა იქიდან როგორ უნდა იმუშაო თუ ცალი ფეხი აქ იყო იქიდან როგორ უნდა იმუშაო მე მგონია რომ ჩვენც ახლა გადავაყოლეთ რა ძალიან ჩვენც კი არა მე გადავაყოლე პირველ რიგში რომ რამდენჯერ მაგ თქვამი რომ ადესანია რო ჭიდაობაში ეგრე გიზავსო და გავიდა დრო ახლა რა მithumetes ადესანიასთან ახლა კემპში არ გაივლიდნენ ჭიდაობას ჩვენ ხო არ ვამბობთ რომ ზუსტად ეგეთი დეტალები ისწავლება რამე თუ ისწავლება ეს არის ანტი ჭიდაობა თორე იქ მოკრივე ვერ გახდები და მithumetes კუთხეში რა რეალურად საუკეთესო მეგობარი ყავს გლოვერი რომელიც არ ვიცი ხო ერთ-ერთი საუკეთესო გლოვერი იყო მაგ ზონაში ხო ნუ მოჭიდავე არ არის რაღაც სასწაული ტეიქდაუნები არ ქონია გლოვერს მაგრამ ძირს იცის ძალიან მაგრამ ჩავი კამარია და მაგით იგებდა და ჩემპიონიც ეგრე გახდა ხო შესაბამისად მე მაინც ვხედავ იმას რომ ანკალავები ვერ შეძლებს და ვერ მოახვევს თავის ჯგუფს პერეირას და აი სონს კოეფიციენტებს ჩავხედე და პერეირა ფავორიტი ოღონდ ზუსტად ის ერთი როგორც გეიჯი ფიზიები 1.75 1.9-ზე არის და სწორედ მე მაგალითად ამ ორთაბრძოლაში პერეირას გამარჯვებას ავიღებდი. იცი რა შეიძლება რომ ეს იშვიათი შემთხვევა აღმოჩნდეს რომ საჯებამდე მივიდეს ორთაბრძოლა, იმიტომ რომ ანკალავებმა ძალიან იფრთხილოს, ანკალავებმა ძალიან შორიდან ან ახლოდან, თუმცა ნუ უფრო მეტი მიზიანი მიაყენოს იმ მონაკვეთებში, როცა კონტაქტი ექნებათ და პერეირამ უფრო მეტი ზიანი მიაყენოს და ზიანის ხარჯზე მოიგოს. ესეთ სცენარსაც ვხედავ, რომ გადაწყვეტილებად შეიძლება მოიგოს პერეირამ, მაგრამ მაინც უფრო ნოკაუტს ვფიქრობ. კი, მეც უფრო ნოკაუტისკენ ვიმხრობი და მე მგონია, რომ ძალა ბუნებრივი ანკალავი მოჭიდავია, მაგრამ რეალურად პერეირამ ეს ხო იცის, რომ მის კარიერაში ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და საჭირო ბრძოლა არის, იმიტომ რომ ამით გადატეხავს იმას, რომ აი კიკბოქსერია და სტრაიკინგში უგებს ყველას. როგორც კი მოუგებს ანკალავებს, შეუძლია ჩვეულებრივად გაინაღდოს Hall of Fame-ის სამომავლო სტატუსი, თქვას რომ მე ერთ-ერთი საუკეთესო ვარ. რეალურად მაგწონაში აღარც არის ანკალავებზე უკეთესი მოჭიდავე დარჩენილი და შეუძლია რამდენიმე ბრძოლა ჩაატაროს, ფული იშოვოს და მე წავიდეს თარად.
და ეს რაღაცა თავის ბრენდინგი ეს ჟამა ბრენდინგი გაიყოლოს და დარჩეს ისე ესეთი ვარსკვლავი. ჯეიკ პოლს ეჩხუბავს კაცო აგერ ზომაშიც არიან კარგად. აი ჯეიკ პოლს თუ მოუგო არ ვიცი ყველაზე დიდი ფანი მე გავხდები. ბატონო მაგარი ჩუბის არის იქნება იმიტომ რომ რეალურად რა ხდება ანკალაევს თუ მოუგო არ რჩება არაფერი. ანუ ადამიანები ვისთანაც მოგინდება რომ პერეირა მიჩხუბოს თავდებიან თუ არ ჩავთვლით heavyweights და ეხლა ნუ ეგრეც არ არის ეხლა კაც middleweight-ში ჩხუბობდა და მე კი ბატონო ავიდა light heavyweight-ში და მე კიდე heavyweight-ში ავიდეს და ჯონსთანაც არ არის და პერეირა ჯონსის არ არის ანუ მის მეჩი არის რა არ შეიძლება ანკალაევი და ჯონ ჯონს შორის დიდი განსხვავებაა რომაშიც ჭიდაობის ცოდნაშიც გრეპლინგშიც და საერთოდ ყველაფერში ჯონ ჯონსი გულახდილად მგონია რომ რაღაცა სწავლი თუ არ მოხდა და ყვაში არ გატარა მან პირველ რაუნდში და submissions ჯონ ჯონსი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მუჭიდა აი ხო არ არის ეგრეთ ცნობილი რაღაც ხო უბრალოდ ზოგადად overall fighter-ად ყავს წარმოდგენილი მაგრამ მისი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მჭიდაობა არის და ასევე მაგარი გრეპლერია განეს რა submission-ი უკეთა კორმიეს რო ჭიდაობაში და ჩაგრავ აი არ ვიცი მეტი აღარ არსებობს ეს ჭიდაობის ლეველი კორმიეს მოკლედ რა ერთი სიტყვით ნუ ესე ვერ იტყვი რომ დაჩაგრა დენიელ კორმიემ გაუტარა მას ბევრი ტეიქდაუნი თუმცა საერთოდ არ იყო ის რომ იდომინი რა კორმიემ საერთოდ არ იყო ასე და ეს ორ გზის ოლიმპიელ მოჭიდავებზე დენიელ კორმიეზე გვაქვს საუბარი რაც გვაჩვენებს რომ ჯონ ჯონსი ძალიან მაგრად ჭიდაობს და თან ეს მარტო ცალკე აღებული ჭიდაობას არ არის რა საშინლად მაგარი მებრძოლი ამხელა რიჩით ესეთი ბინძური სტილით როცა უნდა თვალში ჩაქთხრის თითებს როცა უნდა არ ვიცი მოკლედ ჯონ ჯონსი პერეირასი მე არ ვარგა ანუ რატო უნდა იჭყოს პერეირას მოუგოს და ვინ არ ვიცი კიდე აი არ ვიცი რაღაცა ადესანიასთან ტრილოგია გააკეთოს მაგრამ აი კიდე მაგ ჩხუბის ხურება არა მეჭება მე თვითონაც უკვე აღარცა ეს ქიმია მაგათ შორს აი ერთად იჭდნენ რაღაცა სელფებს იღებდნენ აღარ არის ეს რაივალი უკვე მაგათ შორს ასე რომ არ ვიცი არიან რა ეხა ისლამ ახაჩევი არის ეგ ტიპი რომ ზის და ითვლის ამდენჯერ დაიცვა ქამარი რა არიან ტიპები რომ როცა ხედავენ რომ აი ამოიწურა აღარ არის არავის საინტერესო ეხა იმიტომ რომ მე ვიღაცას დაუთვალე შენ ჯერჯერ დაიცავი ქამარი სამჯერ აი მეოთხჯერ არიან ეგეთი და ეგეც ეგ კლასიკური სპორტული მიდგომაა ხო საჩემპიონო ბრძოლა ვის ვეჭუბები იმას ვინც იმსახურებს მორჩა ამაზე პასუხი აქვს და უბრალოდ პერეირა არ მგონია იგრე იმიტომ რომ იმხელა ვარსკვლავური სტატუსი აქვს რომ უბრალოდ ისულელე იქნება რომ გარისკოს ვინმესთან გათიშვა აი ხა გადავხედე light heavyweight-ის rankings აი ამ მებრძოლებიდან რა პრო ჰაშკა არის მეორეზე ჰილი არის მეოთხეზე მესამეზეა ბლახოვიჩი რაკიჩი არის მეხუთეზე ანუ რაუნდ 3 არის მეშვიდეზე ანუ რეალურად აღარავინ არ არის ვისთანაც საინტერესო იქნება მისი დაპირისპირება თუ შეიძლება გამოჩნდეს და ახალი სტარი რომელიც არ ჩანს ხო მაგრამ ნუ ეგრე არ ჩანს ახლა ერთი სიტყვით პერეირასთვის შეიძლება არა შეიძლება კაცო ვინც იქნება იმას ეჭხუბოს არ ვიცი რა მე უბრალოდ ჩემი აზრით ანკალაევს რო დაამარცხებს მე შეუძლია რომ რა კონტრაქტში რამდენი ჩხუბი ექნება დამთავრებული შერჩენილი არ ვიცი შეიძლება ბოლო ჩხუბია ხო მაგრამ იქ მიდის ხოლმე რომ აი მაგას კარგად ხვდება დენავაიტი და ძალიან ხშირად როცა ჭორი წამოიჭრება რომ ვიღაცამ შეიძლება ჯეიკ პოლთან იჩხუბოს ეგრევე იწყებენ გაგრძელებაზე კონტრაქტის რომ არ აჭყუბოს რა რომ არ გაუშვას რომ თავისი ამხელა ვარსკვლავი ალექს პერეირა რომელიც ერთ-ერთი სტარი არის არ წავიდეს სახეა UFC-ს საქმე არ წავიდეს შესაბამისად ამას აკონტროლებს კი განსაკუთრებული შემთხვევა იქნება იმიტომ რომ ძირითადად ეს ვარსკვლავი ვინც MMA-დან წავიდა ნუ დიაზის ხო მორჩენილი ხალხია და პერეირა არის პიკში მით უმეტეს ის უკვე მორჩენილებს და უკვე ბუდიში და სანაგვეზე კი არა და ასე ვთქვათ ვეტერანებსაც კი ერჩოდა და არ უშვებდა ხო ნუ ასე ტაირონ უდლის თუ არ ჩავთვლით ნეიდიაზე გააწამა ხო რა ჩიმაევთან აჭყუბებდა ანუ უნდოდა რომ რო არა ჩიმაევი ბოლოს ხო ჩიმაევთან უწევდა ჩხუბება მოიკლა უნდოდა რომ აი ჩიმაევს გადაი
ჩაეარა ნეით დიაზისთვის, ჩაეკოთა ბოლომდე, რომ მე ჯეიკ პოლის და ნეით დიაზის ჩხუბი აი საინტერესოა ხო, მაგარად ნაცემი ნეით დიაზის და ჯეიკ პოლის ჩხუბს ეზიზღება იმას ჯეიკი და მაგას ჩვენ რო ვამჩნევთ, რომ პერეირა ჯეიკ პოლი ეს რეალისტური ამბავი არის დენა ვაიტიც ამჩნევს ასე რომ დაარწმუნებული ვარ რომ შეიძლება ისეთ კონტრაქტი შესთავაზოს რომ სუპერ ხო რომ ნიჩხუბებს რა ვიცი იჩხუბებს იმასთან ვისთანაც გინდაგაც რა ვიცი ვიც არის ჩახედე და იმასთან ნიჩხუბებს არ იქნება პროხაშკას ეჩხუბება მეშვიდეთ და ხალილ რაუნდრის ოკეი აღარ არის საინტერესო ეგ ხო კი ბატონო გულახდილად არავინ არ არის ისეთი რომ აღასა ვაიმე იმაში რო ქვია light heavyweight-ში რომ ახლა როდის შედგება ეს ჩხუბიო თქვა. ხო მოკლედ ესეთი სიტუაცია არის 9 მარტს არის ეს ორთაბრძოლები გამთენიას და კიდევ ერთი საინტერესო ამბავი გვაქვს ჩვენ მე მგონი ჩემი სურვილი ჩემი პროგნოზიც მართდება და მერაბ დვალიშვილი შონო მაილისთან დაიცავს კამარს მეორედ შენ როგორი მოლოდინამიკა მე აბსოლუტურად მგონია რომ იგივენაირად წაიმართება ყველაფერი აი არ ფიქრობ რომ რამე განსაკუთრებული ომალის კუთხიდან რომ რამე შეიცვალოს არ ვიცი ისეაც ეგ სტილი აქვს და ჭიდაობას ომალი ვერ დაიწყებს და მერაბი ჩემი აზრით უფრო თავდა უკვე ჩემპიონია მერაბი მაშინ კონტენდერი იყო ეხა ჩემპიონია ყავს ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი დამარცხებული უმარი რომელსაც ყველაზე მეტად ფიქრობდნენ რომ შეუძლებელი იყო დამარცხება ბევრად თავდაჯერებული არის ომალი კი გამოდის და რაღაცებს მაიმუნობს რომ აი ხასიათზე ამარ არ მგონია ეგეთ კაი ხასიათზე იყოს ზოგადად მე მაინც მიმგონია რომ იგივე მდგომარეობა იქნება კარდიოში დაჩაგრავს ის ეცდება სტრაიკინგში ისევ რაღაცა იპოვოს მაგრამ ხო მან ამბავი არის ის რომ მე ძალიან არ მინდოდა რომ იანთან იჩხუბა რაც არ უნდა იკუთვნოდეს იანს იმიტომ რომ დამტკიცებით მერაბ დვალიშვილმა დამტკიცა საჭიროზე მეტი ანუ აი მერაბ დვალიშვილს ვინ რა უნდა უსვას რომ შენ იმასთან ანენ ამასთან ანუ ყველაფერი საერთოდ ყველანაირი სტილისტიკური პირადი სპორტული ყველა დისკუსია და ყველა ოპონენტი რაც მის წინ იყო აბსოლუტურად ყველაფერს წერტილი დაუსვა და რა დარჩა ხა ხო ეკუთვნის მერაბს რომ რაღაც სუყე პეიჩეკი იმას გაბობ რომ ხა კაპიკებს უხდიან მერაბს და რაღაცა ფინანსურად რაღაც არასწორად ექცევიან თქო ჩემს ერთი არც ვიცი მაგრამ არ მგონია მე მგონია რომ როგორც ჩემპიონს მერაბსაც ძალიან კარგად ხვდება ეს ყველაფერი მისი წილი მისდის მაგრამ შონ ომალის აი როგორც ნეით დიაზე ვთქვით რომ ნაცემი ნეით დიაზის ყურება არ უნდა არავის ჯეიკ პოლთან თქო ომალის კიდე აქვს შერჩენილი ვარსკვლავური სტატუსი ომალი ისე ვარსკვლავი არის ეხა მაგრამ ომალი თუ ვიღაც უმარამ გაიგდო და აფორთხია მე იანთან რემაჩი ჩაინიშნა და იმანაც რაღაც ეს ვარდება და მან ერთადერთი ვარსკვლავი ვისთანაც შეიძლება რომ UFC-ს ევაჭრო და შეიძლება რომ რაღაცა აი მნიშვნელოვანი სხვებისგან გამორჩეული ფული აკეთო ეს არის ომალი და ომალის კიდე ეგეც ადამიანია და მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ რომ არ არის ხა ის რომ აი ვერავინ ვერ მოუგებს მერაბის გარდა არა ახლო ჩხუბები ქონია და წაუგია და საეჭო მოგებებიც ქონია და ასე შემდეგ ასე რომ ეს არ არის ოფიციალური ეს არ ჩანიშნულა თუმცა ანუ რაღაც დიდი ალბათობაა რომ ომალი მერაბი ორი შედგება და რავი მე ძალიან მივესალმები ამ ბრძოლას ნამდვილად იმსახურებს მერაბი მე მგონია რომ იმსახურებს იქ იყო კითხვა ვიღაც ჯგუფებში რომ კითხულობდი ხოლმე ფორუმებზე ეს ამერიკელები სენტეგენი სენტეგენი რა პრინციპით შეიძლება რომ თქვა იცი რომ ბარემ რო ყველა იყოს ხო თორე აი რაშუაში არის სენტეგენი რა ვიცი რო ჩამოწეროსია არ ვიცი ჯერ ბოლო არის ვისაც მოუგო ბოლო არის მაგარი მებრძოლია მე ძალიან მოუწევს უბრალოდ ნუ არ ეკუთვნის საჩემპიონო წავიდეს ეჩხუბოს აი თუნდაც უმართან ნახეთ რომ იჩხუბა ვერ მოიგო იანთან იჩხუბა წააგო უმართან
რაც დაემართა სენთეგენს, ეგ ნიშნავს, რომ მერაბთან, ანუ უარესი მოგივა. ანუ საერთოდ რა შანსი აქვს, ხო? ანუ რეალურად არც ყავს უკვე, ანუ ვის მოუგო? არა, მართლა სენთეგენს გვაქვს ერთადერთი რამე საქმე, რომ არ უწყუბია, ანუ რო ჩამოთვალო, მთელი ბენთევეითი ნაცემი ყავს მერაბს, ერთადერთი სენთეგენთან არ უწყუბია და ბარემ ეგეც იყოსო რა, აი მაგ ლოგიკით ვაუბრობ. მithumetes ახლა ომალის ყველაზე მაღალი ღირებულება აქვს ამ პერიოდში, რაც შეიძლება კონდეს, იმიტომ რომ როგორც კი წააგებს, მის ფასი დაიწევს და გამარჯვებით არ მგონია რომ დიდათ აიწევს, იმიტომ რომ ჯერ ისევ სუპერსტარი არის დარჩენილი და ფინანსური თვალსაზრისით ახლა მერაბს ჩემი აზრით მერაბს აღარ დარჩა უშუალოდ ლეგიტიმაციის ამბავში რამე დასამტკიცებელი და თუ რამეს ააწყობს უნდა მიბაძოს სხვა UFC-ის ჩემპიონებს რომელიც რაღაცა პირადი ინტერესის ფონზე რაღაცა რეზიუმეს რაღაც გალამაზების ფონზე შენ რომ რეზიუმეში წერია რომ ორჯერ რომელიც მოუგე ბევრად უკეთესი არის ვიდრე მოუგე ორჯერ იანს თუნდაც. ამიტომ ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილებაა და უკვე დროა რომ მერაბი რაღაცა დოზით თავის პირადი ინტერესთან გამომდინარე აირჩიოს ბრძოლები. სუტენიან ამ რაღაცა. ხო რაღაცა რამდენჯერ გვინახავს ხო რომ არა აქვს რა ესეთი რაღაცა ტკბილი ურთიერთობა მიუხედავად იმისა რომ ეს მერაბი ყოველთვის მადლობას უხდის ნენას ყოველთვის ამბობს რომ როგორი მადლიერია UFC-ით მაინც რომ რაღაცები არის ხომ და ხა ერთხელ ესე თვითონ თავის კარიერას და თავის ჯიბეს რაც მოუხდება ეგეთი გადაწყვეტილება რომ მიიღოს არაფერი არ მოხდება და თვითონ ჩხუბსაც შეეხება იცი რა არის სტილი ისე არის ეს იმდენად მოჭიდავეა და ის იმდენად სტრაიკერია რომ უბრალოდ გამორიცხულია რომ რამე სხვა ნარატივი გაჩნდეს მან რაც იყო პირველი ჩხუბი თავისი შინაარსით თავისი მოცემულობით და წესით თუ რა სტრატეგიით უნდა იჩხუბოს ან ერთმა ან მეორე მებრძოლმა ანალოგიურად იგივეა რა რა უნდა შეიცვალოს ისევ ომალი კი ომალის აქ რამე შესაძლებელი ვინმეს თუ რამე აქ შესაძლებელი ომალი უნდა შეცვალოს ხო თავისთავად და რას იფიქრებს რომ გამოვა და თქვათ ფრონტ კიკი უფრო ამუშაო მაგრამ იქ ხარ ბავშვი მიდგომა ბოლოში ფრონტ კიკი მოვარტყი და მოდი ახლა სულ მაგას გავაკეთე ხო ეს და თან ნამ ფრონტ კიკს თავისი ფასი აქვს ხო მერაბთან ეგეთი გადაგდებული დარტყმა ფეხის ეგ ნიშნავს რომ ძირგდი ხარ დაგიჭერს მაგ ფეხს და მერაბი ხარ უკვე ძალიან დიდი ენერგია დაკარგული აქვს მერაბი რომ ფეხს დაგიჭერს ეგ პირიქით ის არის რაც არ გინდა შესაბამისად კი რა თქმა უნდა რაღაც დეტალები შეიძლება რომ შეცვალოს ომალიმ შეიძლება რომ რაღაცა ტექნიკური ელემენტებზე უფრო იმუშაოს კემპში მაგრამ დიდი სურათი მან დაიწლება მებრძოლების წინაშე იგივე ამოცანები იდგება და გამიგვირდება თუ რამე სხვა სურპრიზ ნახავთ რა მართლა გამიგვირდება კი გეთახო ზურა ჩვენს წინ პოდკასტში დენავაითმა ყელი გამოგჭრა ჩვენ აბსოლუტურად იმაზე გქონდა აგებული ილიას ამბავი რომ დიეგო ლოპესი გამოვიდა და თქვა რომ გაგვაფრთხილეს რომ მორჩაოს თუ ადიხარ კამარი უნდა დატოვო და სიმართლე გითხრა მე არ მესმის რატო უნდა იტყოს დიეგო ლოპესმა ეს საერთოდ არ მესმის რა мотиваცია შეიძლება კონდეს დიეგო ლოპეს რომ გამოვიდეს და ილიაზე იტყოს აი ეგეთი რაღაც ახლა და როცა დენავაიცე კითხები რომ ბატონო დენა თქვენ დააძალეთ ილიას რომ კამარი დაეტოვა რას გიპასუხებს ახლა რომ კიო დავაძალეთ ხო არ გეტყვის არა თავის დავა თქვა რომ არა უგაზო ჩვენთვის რომ მე და ჰანთერიო ვიყავითო წამოწოლილებიო ჩვენთვის რომ მოვიდა ილიაო და აჰა ბიჭებო კამარი მე ავდივარო 70-შიო და რა ვიცი ხე გავს სიმართლეს მე უბრალოდ ნუ დენავაითია და ამის სიტყვა გიწევს რომ დაიჯერო ხო იმიტომ რომ ეს კაცი აძლევს ამ კამარს ზედასაც და ქვედასაც და უბრალოდ მე მართლა გულახდებათ ვერმისთვის რომ რა დაეტაკა ხა დიეგო ლოპესი რომელია რაღაცა გიჟი კონორ მაგრეგორი ესე მომთრალო მოკაკაინო ტიპი იყოს ხა რომ აი შემჩნეული იყოს რაღაც სისულელებს რო იძახიან აი სეჰუდო რო არის რაღაც რო იგონებს მიუჰაუზენი არ არის რა
ანუ ტიპი არის ჩვეულებრივი ესეთი სპორტსმენი, მუჟიკი ტიპი, რომელმაც თქვა რომ გაგვაფრთხილესო და რატო უნდა მოეთხოვებინა. მე მგონია რომ გულწრფელი იყო მანდ. მე უბრალოდ რეალურად რაც გონია არის ის რომ რაღაცნაირად სტატუსი არ დაარქვა ამ ყველაფერს, სახელი არ დაარქვა და დაუწერელი კანონივით რაღაცა პრინციპივით უთხრა მებრძოლებს და სავარაუდოდ არ გაუფრთხილებია რომ ეს მედიასთან არ თქვათ. ამან თქვა და მე მოუწია ესე საჯაროდ უღარყოფა თორე ეს. აშკარად ფინანსური თვალსაზრისით ამ გონია რომ დანასთვის უკეთეს ყოფილიყო რომ ილია აქაც ჩემპიონი ყოფილიყო, იქაც ასულიყო, რაც უკეთესია ის შემოიღო და მე სხვანაირად გაჟღერა. მან არის ერთი ამბავი რომ უბრალოდ ილიასგან კი არა ნებისმიერი ჩემპიონისგან ქამრის მიტოვება რატო არის უცნაური, იმიტომ რომ ჩემპიონს სხვანაირი კონტრაქტი აქვს. როგორც კი ჩემპიონი ხდები, სხვა კონტრაქტი აქვს. წილი გაქვს კომპანია ფულსაც შოულობს, მაგის წილი გაქვს. გულისხმობ ტრანსლაციების გაყიდვას და მე ჩემ თავში მე ცოტა რომ ეცადო რომ ნიუჰაუზენი ვიყო, ესე დავალაგე რა რომ ილიას ვიღაცა მიცა სიტყვა. რომ მოკლედ გაანებე თუ აღარ გინდა შენ და ადი და გაჩხუბებთ კამარზე. მე ეს ყველაფერი მე მგონია რომ ახაჩევის ყურამდეც მივიდა და სანამ ავიდოდა თორე რო ავიდა ილია მე ხო მიხვდა ის სათუნდა ყურამდე მისვლა, მაგრამ ეხა ალი აბდილაზიზი ისეთი მენეჯერია რომ ყველაფერი იცის რა ხდება. შესაბამისად ის კულუარული საუბრები რაც შეიძლება დენა ვაიცა და ილიას და სხვა UFC-ს ოფიციალებს შორის ყოფილიყო, ეგ ეწოდინებოდა ალი აბდილაზის. და ეხა რა სიტუაციაშია მახაჩევი? იცის რომ კაცმა კამარი მიატოვა იმიტომ რომ მას ეჩხუბოს. თვითონ კიდე აქვს ბევრი არგუმენტი რომ უარი თქვას. შესაბამისად მოთხოვოს ბევრად მეტი ფული UFC-ს ვიდრე ჭალებში ეკუთვნის. იდეალურ მდგომარეობაშია ისლამი. ნუ აი რა ვიცი ახლა თუ გადაიხდით ამდენს თავის პირობები ექნება. ხო რა, იმიტომ რომ აგერ ვეჭხუბე ვულკანოვსკის და მამადლიან ფეზერვეიტს რო უგეფო შენო და აღარ მინდა ძმა ხო ეგ რა და ამით რეალურად უწევს მე დენავაიტს რომ გაბრუნდეს და ფიქრდეს და 7-ის მაგირად დაიძახოს 9 მილიონი. დროშიც ხო გაიწელა, ანუ დაალაგებული ამბავი ამდეხანი არ გრძელდება ხოლმე, როდესაც ერთი დღე რო იყო ეს ყველა ინფორმაცია რო ჩამოიყარა, აი მან პერიოდში ხო მანდვე უნდა ჩაესვა, იმიტომ რომ ეს ტოპლაინი იქნებოდა და აშკარად რაღაცა არის იქ გარიგების ამბავში, რაზეც მსჯელობენ დღემდე. მე მგონია რომ ფულს არა ევაჭრებიან მახაჩევს ჩემპიონს. იმიტომ რომ ცარუკიანზე უარი თქვა, ილიამ გავიდა ესეთი. ხო, ეგეთი რომ კონტენდერ ბრძოლაში ცარუკიანთან უარი თქვა, საჩემპიონო სიტყვის პირდაპირ. არა და ანუ ძალიან მაგრად ხედავ ილიას შანსებს ცარუკიანთან. ძალიან მაგრად ცარუკიანი არ არის მებრძოლი რომელიც დარტყმობს არ უშვებს. ანუ ჯერზეთი უშვებს, მეორეს ერთი არ არის ძალიან მაგარი მოჭიდავეა, მაგრამ ძალიან მაგარი დაცვითი მოჭიდავე არის. მას არ აქვს რაღაც სასწაული შემტევი ჭიდაობა, როგორც აქვს ხაბიბს, როგორც აქვს მერაბს, როგორც აქვს ისლამს. მაგრამ უტევს და მაგარი არის კაცო და ვიღაცასთან ხომ ილიასთან ეგ ყველაფერი ისევე გაჩვენს. არ შეეხება დგომს მე მანდ არ ვიცი. ყველაზე ადვილი მაინც მოკლედ ყველაზე პრობლემატური ეს რო დავღენო რომ ცარუკიანი ოლივეირა და ეს რა ქვია ცარუკიანი ოლივეირა და პორია, ხო? პორია ყველაზე მარტივი ალბათ. არ მე აბსოლუტურად პირიქით მგონია რა ოლივეირა მგონია რომ აუცილებლად გათიშავს ილია პირ. ანუ ოლივეირა ჩამოგითვალო ვინ დააგდო? ჩენდლერმა დააგდო. ორჯერ თუ ერთხელ და რამის გათიშა. პორიემ დააგდო 3ჯერ. მე მგონი და ოდეს წვებოდა და აღარ ურთქოდა. მახაჩევმაც ხო დააგდო. მახაჩევმა დააგდო და გათიშა. და გეიჯი ვთქვი? ხო. ანუ ვინც წესიერი, ვინც ურტყავს ყველა აგდებს. ილიასთან. ანუ ილიას ხელები და ოლივეირას კრივის დაცვა ეს არის კატასტროფა. ეს არის 5 წუთიანი ამბავი, რომელიც აუცილებლად ტრაგედიით დამთავრდება. შემდეგ გონია ცარუკიანი, იმიტომ რომ
ცარუკიანი ძალიან ფიზიკური არის და ცარუკიანს შეუძლია რაღაც ბარიერების შექმნა, სწორედ აი ამის ხარჯზე, რომ ცოტა უფრო დიდი იქნება და მართლა კარგი მოჭიდავია, თუმცა კიდე ერთხელ ეგეთი მაგარი შემტევი მგონია რომ არ არის როგორც ისლამი, როგორც ხაბიბი, როგორც მერაბი. მაგრამ დგომში იგივე სხვაობა არის. დგომში ანუ ცარუკიანის კრივი ეგეთი რამე და პორიე ხო თავის ყველაზე რთული მგონია რომ პორიეს და იმიტომ რომ პორიეს ჭიდაობაში პორიეს აქ ნაჭიდავები სამ სოფლიოში ყველაზე საშიშ გრეპლერთან მახაჩევთან ხაბიბთან და ოლივეირასთან სამივემ გაგუდა მაგრამ სამივეს ედგა კარგად ედგა და რაღაც დრო უძლებდა და ეს წუთები არის სკოლა რომელიც აი არ ვიცი ეგრე რო გზრდის ეგრე არაფერი არ გაგზრდის შესაბამისად პორიეს დომინირება პარტერში კი გვინახავს თუმცა ვის ჩამოთვალეთ აბსოლუტური ტოპები არიან უბრალოდ ილია ხო ამას არ აკეთებს ხო ანუ შეუძლია და ესე ქონდა თელი კარიერა აწყობილი რომ შემტევი გრეპლერი და აგრესიული ფინი საბმიშენზე რომ მიდიოდა და 8 საბმიშენი აქვს ბოლო და აი კრივსაც შეეხება ვინც ჩამოთვალე ყველაზე კარგი კრივი აქვს დასტინ პორიეს ასე რომ ყველაზე კონკურენტული ბრძოლა მახაჩევზე არ მაქვს საუბარი რა თქმა უნდა სამ კონტენდერს შორის ჩემი აზრით პორიესთან ექნება მე ნახე როგორ ხედავ მაგ ყველაფერს ეხა თავიდან ეხა კი პორია უფრო მარტივი წარმომედგინო მაგრამ რო დავფიქრეთ ჩემთვის ოლივიერა გამომდინარე იქნება მაგრამ ოლივიერა ჩემთვის ყოველთვის საფრთხესთან ასოცირდება გამომდინარე მის ჯიუჯიტსუსა მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ილიას ამის კარგი დაცვა აქ აი რაიანთან გამოჩნდა ის მაგრამ ალბათ ისევ ოლივიერა იქნება შედარებით უფრო მარტივი პორიეზე რთული მე რატომღაც მაინც არ უკვე მგონია იმიტომ რომ მაინც უფრო თავის პრაიმში არის და პორიე უკვე мотиваცია გადადებული აქვს და ფულის შოვნაზე არის გადასული ცვეთა პორიეს ბევრად მეტი აქვს და ჭიდაობის თვალსაზრისით პორიეს არ აქვს იმხელა უპირატესობა ჭიდაობაში რაც რა უპირატესობაც აქვს არ უკვე სტილიდან გამომდინარე თუმცა ილია შემთხვევაში ცარუკიანთანაც მგონია რომ ეგ ჭიდაობა ვერ იქნება ფაქტორი. უბრალოდ ცარუკიანის ახალგაზრდობა, ფიზიკური ძალა და ეს მოხერხებულობა მგონია რომ უფრო მეტად რთული გადასალახია ვიდრე ეს ჩამორეცხილი პორია რომელიც მე ძალიან მიყვარს. ხო, მაგრამ იგებს ეს პორია ხო მაგრამ პორიეს აქ აი ნამდვილად რომ აი ძაღლის გული გამოდის და იბრძვის ბოლომდე აი რეალურად იმას რო ეჩხუბა რა ქვია მახაჩევს რა ბრძოლა დადო ბოლოს აი ის რო გამოუსვა მახაჩევმა მაგან გადაწყვიტა თორე აი ძალიან ახლო მძიმე დაპირისპირება იყო ძალიან მაგარი კარგი მოკრივია ჩვენ გვავიწყდება რომ დასტინ პორიეს მაქს ჰოლოვეი რამის დააფინი ლამის დააფინიშა ინტერი მახოლოვეის ხო აი ატარა დარტყმები ჰოლოვეისგან მაგრამ ჰოლოვეი რო ყვიროდა რომ საუკეთესო მოკრივება რომ მე ხალხს ავიწყდებოდა რომ პორიე მოუგო კი 155 მეტრში მაგრამ 70 კილოში თავის ზონაში მაგრამ მოუგო და აჩვენა რომ უკეთესი მოკრივია ხეთში რომ მოგიგებენ პორია იყო ყველაზე ახლო ხაბიბთან რაღაცა ხო ის რო აი ეს გილიოტინა ეს გილიოტინა და პორია ხო განუყოფელი ნაწილია ბოლოს რა ფილმი უნდა დასრულებულიყო ის მახაჩევი რო გილიოტინი დაემარცხა აი იქნებოდა ამის სცენარი ნამდვილად ხო და აბსოლუტურად ლოგიკური кейსია ეგეც რო თქვა ოლივეირას ახლა ჩვენ კი არ ვაკრინებთ უბრალოდ ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს ანუ დგომში უშვებს უცბად რაღაცა მუხლით შემოხდება წინ და ძალიან არაორთოდოქსული დგომი აქვს რა ძალიან ანუ და ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს მართლა და ილიასთან ეგთან რომელი ილიასთან გამოძინებულ დაჭამნას რომ ჩაკუნთულ ილიასთან მაგ შეცდომის დაშვება უბრალოდ დამღუპველია არის ანუ აი უბრალოდ დამღუპველია გაუტარებს ტანში ჰუქს და მე წამოა ოვერჰენდ და მე ის მუშტი რომ მოხვდება ყვაში გინდა ოლივეირა იყავი და გინდა მარადონა რა კაცრი მაგას შესაბამისად მე სტილისტიკურად რა თქმა უნდა საშიშია ჩვენ აქ ტოპ კლას მებრძოლებზე საუბრობთ ეგ არც იფიქროთ რომ რაღაცა შვიდად უყურებთ მაგ ჭუბებს რა თქმა უნდა უბრალოდ კი ბატონო მეც ეგრე უყურებ რომ ოლივეირთან შანსები რაღაც ისე ყველაზე ისე ჩანს რა სტილისტიკიდან გამომდინარე ცარუკიანის ათლეტურობის გათვალისწინება აბსოლუტურად სწორი არგუმენტია და უნდა გაითვალისწინო უბრალოდ
რომ ორია ჯერ ეგეთი ბებერი არ მგონია და აგერ ისლამ ახაჩევთან გადასარევი ჭუბი ჩაატარა და B რომ სარუკიანი არ არის კიდევ ერთხელ რაღაც ურაგანი რომელიც თავისი ჭიდაობით და ფიზიკით აიკლებს რა ქვია ნებისმიერ მეტოქეს მათ შორის ილია თოფურიას და დგომსაც შეიძლება სარუკიანის კრივი არ არის რა ის კრივი რა რომელსაც ვერ ამოხსნის ილია და რომელსაც ვერ გაუკლავდება და ვერ მოუწევნის შეცდომას თუ ბოლომდე უყურეთ გადაცემას და აქამდე მომკვევით მაშინ ძალიან დიდ მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ჩვენთვის მე მგონია რომ აი 10000 მაყურებელი სტაბილურად ყავს და სამწუხაროდ გამომწერი 7-იც კი არ ყავს და თუ აქამდე მოყევი და უყურეთ ჩვენს გადაცემას ნუ დაგეცარებათ დავაწვეთ ღილაკს და გამოვიწეროთ კლუბი ნომერი 4-ის YouTube გვერდი რომელსაც ქვია For Dealer Entertainment. გემშვიდობებით და ვიბრუნდებით შემდეგ კვირას საინტერესო ამბებით.